სახელთა მამისათა და დისა და წმინდისათა გილოცოთ კვირა დღეს ალბომის ახსენების დღეს და თქვენ ეს მოისმინეთ ადგილი სახარებიდან მათი სახარების უფალმა განკურნა ერთი ადამიანის შვილი მაგრამ იყო წინასწარ თქმული რომ მან თქვა რომ მივიყვანე შენს მოწაფეებთან და ვერ შეძლეს რომ ის გაკურნება და შეპრობილია ბორტის სულით და დავარდება ხო დუჟის დისო ხან წყალში ვარდება ხან ცეცხლში ვარდება და მიშელა უფალი პასხოსო ო მოდმო ურწმუნო დოდნენდ ვიყო თქვენთან ვისეუბნება უთხრა შენ მოწაფეს მიგვარეთ და მოდმო ურწმუნო და მე მოწკოლ კითხე რომ ჩვენ რატო ვერ შევძლებთ გაკურნებაო არა საკმაოდ რწმენა გაქვთ აი საოცარი რაღაცა არ საკმაოდ რწმენა თუ მოწკულს არა საკმაოდ რწმენა გქონდათ ჩვენ საკმარისი გვაქვს საიდან გვექნება მაგრამ არა საკმაოდ რწმენა გქონდათ რატო მათ ჯერ აღდგომა ქრისტესი არ უხილავთ ეტო მაინც როგორც ადამიანს განსაკუთრებულ დიდებულს ბზენს ძალმოსილს საშოთ მოხვეც მაგრამ აღდგომის ძალამ და მადლამ შეცვალა მათი ხედვა განცდა დამოკიდებულება ურთიერთობა და მე სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე და საშუალო თვითონ თახდენდნენ პოლიმოცკუმე ერთი გადმოვარდა სახლი გადმოვარდნი ჭაბუკრმა უკვე სული განუტება გილოცა და დაუბრუნა სული ბედემოცკულმა დავით აღადგინა გადავთ აი რწმენა ქრისტეს აღდგომისა და მადლის სულისა წმინდისა ხო ჩვენ ბინათლებით ჩვენი ხალხი ნათლებს იღებს წყლით და შემდეგ მირონი ეცხება და ითქვა ბეჭედი მონჭირუთა სულისა წმინდისა მიერ ანუ მადლის სულისა წმინდისა წყალი არ არის საკმარისი მაგრამ წყალი აუცილებელი არის ასევე აი ჩვენ ხარობთ ხოლმე აღდგომის დღეს რომ ცეცხლი გადმოდის მაცხოვრის საფლავზე და ეს მაკეული სად ვარდებოდა ხან წყალში და ხან ცეცხლში ანუ ნივთიერი საწყისი ვერ განკურნავს ადამიანს ვერ წყალი და ვერ ცეცხლი იგი ხოლთ საწყისი არის რწმენა ის შეიძლება განიკურნოს აბები მიიღოს რაღაცა ნემსები გაიკეთოს იდესაც დასასვენ წავიდეს სანდღაც აბაზანე ის შეიძლება მაგრამ თავარი უფალმა თქვა თქვენი ურწმუნოებისა გამო ამ თირეთ მოწმენობის გამო ღვთისწინაშე თავარი ჩვენი პირობა მასთან ურთიერთობისა ჭეშმარიტი რწმენა და რწმენის შესაბამისად ცხოვრება და რწმენით აღსრულება ყოველ თავის საქმეებისა ურთიერთობის ადამიანებთან იქნება დევნას განიცდი მოითმინე დახმარება გთხოვ ვიღაცამ შეეწიე აი ღვთისწინაშე რაც სწორია და მართალი ის ასრულება ამიტომ ამ ღრმას რომთეს დინად გომარში უფალმა უთხრა განდევნა მისგან ბოროტის სული იგი ეს ასწავლიდა მოტყვის რომ არიან დაცემული ანგელოზები რეალურად და შედიან დაუცველ სახლებში ანუ ადამიანში თქვენ ხართ ადარი ღვთისა ეუბნება წერილი ადამიანს ადარი სულისა ვინისა ხარ შენ მაგრამ
ვინც ამ ტადარსო და გახსისო დააზიანებსო დაზიანებული იქნება ღვთისაგან ვინც უგოლებელყო ღვთის ხატებისამ შექმნილი კი სულით მაგრამ სხეულით რომ იმის სულს ემსახუროს ანუ სხეულის ერთობა უნდა იყოს ეს არის პირობა და მაშინ რწმენაც ჭეშმარიტი კვირდება მასში და მაშინ სასწაულით ხდება სრულდება ეხლა ესეთი არის სიტყვა ისიხია ბერძნული სიტყვა და ისიხაშკური ასეთ მოძრაობა კი არ არის არ მიმართება სულიერ მოღვაწეობისა ნიშნავს დუმარებას უხმოდ-ყოფნას ზედმეტ-მეტყველებას მოკლებას და ეხლა გუშინ რაცაც მაჩვენეს რომ აიო ვიღაცებიო იქ არქიმანდრიტი ვიღაცა და ხო ეს არასწორიაო ნუ ათონისთაზე ეს კი არიციან სწორი მოღვაწეობა და შენ აქ ერში ხარ და გარდა შენი სწორი მოღვაწეობა როგორ საჭირო ცოტა უცნაურია რა ხო და შენც იყავ ხო ათონზე რამდენიმე თვე იყავი ხო მაგრამ მე შეამჩნიეს რომ შენ რწმენისამი არ ცხოვრობ არ მოქმედებ და გითხრას დადიხარ ხიდან დაგვანებეთ აი ნაწყენი წამოვიდა და ეხლა არასოდეს მოღვაწეობენ ისინიო ხო ის საოცრება და მოწონს იქ კალაბრიიდან ესე პროვინცია არის იტალიაში სამხრეთ პროვინცია უფრო სამხრეთ აღმოსავლეთისკენ ყოფილი ბერძნული პროვინცია როგორც სიცილიაზე იყო სირაკუზებში ბერძნული ასევე იქ და ნუ მე გაკათოლიკება მოხდა და ფაქტობრივად იქ აღარ ბერძნები წინაპრები იყვნენ და დღეს მაგრამ საკმაოდ არ არის აი ამ კალაბრიიდან იყო მეთი ვარლაამი ჩამოსული კონსტანტინოპოლში და მე-14 საუკუნეა და ნუ რა თავის მისია ჰქონდა ეხლა მე არ დავიწყებ ამის მოკლეს მაგრამ თავის ხადაგებით მან ბევრი დააბნია და თხოვეს ესეთ სულიერ მოძღვარს დიდ მოძღვარს დიდ მამას გრიგოლ პალამას რომ შენ გაიცი პასუხიო ჩვენ არ ყოფნის ის ცოდნა რომ გავცეთ პასუხი მაგასო და აი შედგა ღიად პოლემიკა და ვარლაამ დამარცხდა ანუ არასდროს ესმოდა წერის სიტყვები არასდროს ესმოდა ფერისცვალების სასწაული და სვანეთ ესმოდა მიწიერად უფრო ესმოდა შვინიერად ესმოდა სულიად ვერ გაიგო განცხადება ღვთაებრივი ძალის ენერგიისა და ამ დროს ის ნათელი რომთაც ნათებდა არის ენერგიები და არის არსებითი ბუნება და იქ ჩაიჭა წავიდა უკან მეორე წელს მომზადებული ჩამოვიდა ათონზე რომ ეხლა ნახავ ათონზე რა სასწავლიან იქ რაღაცა ყური მოკრა ვიღაცის გარდა და ყურ მოკრაათაზე ეტო ბრალდება ათონის თაზე რომ ვერ არიან მართლები ასად შეეშალათო წარმართობას ხადაგებენო ვინ ეხლა ათონის მამები წარმართობას ხადაგებენ და დღეს ამ ვარლაამს მხარდამჭერები გამოუჩნდა გავიდა 6 საუკუნე მეტი და რატო გამოჩნდა ის იყო უკვე იმ სამყაროდან მოსული რომელზეც დავიდა ლიბერალიზაცია და თავი კომფორტული ცხოვრება ესეთი ზდილობიანი ურთიერთობა კარგი ზდილობიანი ურთიერთობა განავიდა უხეშად ვიყოთ არა მაგრამ ეს თვითმიზანი კი არ არის ზდილობა შენი სულიერი მდგომარეობიდან მომდინარეობდეს რომ შენ მოჩვენებიდან კი არა ხარ ზდილობიანი მართლა ესეთი ხარ მაგრამ ვისგან ხარ გაზრდილი აი დღეს თქვენ მოისმენთ კორინთელს მიმართ ეპისტოლედან სიტყვა პავლე მოციქულისა რომ კორინთელს მიმართავს რომ თქვენ ანუ ხომ მონათლა რწმენამისა და
თვითონ წავიდა საქადაგებლად პარიმოჩო და მე მოვიდა და რა დახტა რომ ამა თუ გონიათ უკვე დიდი მოღვაწეები არიან, დიდი სულიერება გააჩნია და პავლეს სიტყვა ვერ მიიღეს. და მე უუბნება რომ ესე იგი ჩვენ გლახაკრიო დღესაც დავდიოთ მსოფლიოში და შეერი მწყურვალნი და თქვენ გამდიდრდითო აქ რითი გამდიდეთ მარტო ფულით არა საკუთარ თავში წარმოდგენებით გამდიდნენ რომ ისინი რაღაცას წარმოადგენენ ვიღაცები არიან და მეუბნება კი თქვენ მოძღვრები მრავალი ყავთო მაგრამ მცირედ იმამებიო მე შვე თქვენ შობეთ რწმენაში ქრისტეს რწმენაში და ეხლა თქვენ მე მასწავლეთ მეუბნებითო აი ასე მოხდა იქაც რომ ათონის თაზე მოღვაწეობდა გრიგოლ პალამა და იმასთან კი არ მივიდა საკითხავად ჯერ გაარკვიე მივიდა ერთ ხანდასმულ ერთთან არის ციგნიერად მაინც განათლებული არ იყო და თავის კანონს ასრულებდა პატიოსად და რაღაცა ვერ გამოთქვა აზრი სწორად მოეკიდა ამ აზრს და თქვა ნახეო თურმე ათონზე წარმართავს ქადაგებენ მრავალ ღმერთიანობს ქადაგებენო ეს კი მრავალფერი მოქმედება ღვთისა ქვეყანაზე და გამოვლინება მის ენერგიებისა ერთია და მრავალ ღმერთიანობს სხვა რამეა აი მოხდა ამის ჩანაცვლება და რატო ვამბობ დღეს ვიღაცა ეს ეკლესიაში სამშაბათს რომ რატო ისი ხაზმი ეს არასწორია იმასა ტექნიკა და საერთოდ ვარლამი გონი უფრო მართალი იყო ვიდრე ეს ანუ ისტორიის გადაწერა კიდათ და ღვთისიაში ხო ვერ გადაწერ ისტორიას რაც იყო ის არის და იქნება იმაზე აგეს პასუხს ყველა სამჟავროზე შენი რა გასარჩევია შენი გასარჩევი არის შენი ცხონებისაგან შენ თუ ცხონდები რომ ჭვიდა მამას რომ უსწორებ რაღაცას და გესმის რას უსწორებ და ეგებ შენ თავს უნდა გაუსწორო რაღაცა გამოასწორო შენ ცხოვრებაში აი ესეთი ჟამი დადგა როდესაც ყველას ვისაც რაღაცა წაუკითხავდა სადაც ყოფილა გონია რომ უკვე არის სადაც სიმაღლეზე და მას აქვს მორალური უფლება სულიერი უფლება რომ ვიღაცა დიდ მარხვის მეორე კვირა ვის სახელზეა? ეს პირველი მართადეულ ზეიმი და მეორე გრიგოლ პალამასი. და შენ ესე იგი გრიგოლ პალამას დღეს აკრიტიკებ? შენ როცა არ გიღვაწია საერთოდ. და არიცი სიღრმე იმ დუმარებისა, რომელსაც ზანდა მამევგადიან. ასე შემღიმე 9 წელიწადი რო იყო მღვიმეში დუმარებაში რა შეცდა სასწაულს ახდენდა დღესაც ახდენს სასწაულებს და ეს სახე მოღვაწეობისა ერთ-ერთი უმაღლესია რაში გამდგარებს რომ უფალთან ურთიერთობის სიტყვები აღარ გჭირდება სულით ხდება ურთიერთობა ნათელი ეფინება გონებას გულს ღვთის მადლით და ეს ნათელი არის მთქმელი ღვთის წინაშე ამ ადამიანის ამ პიროვნების ამ მოღვაწის მდგომარეობა ადამი რა ენაზე საუბრებოდა უფალს სამოთხეში რა ენაზე საუბრებოდა უფალი ხომ მოდიოდა მასთან როცა დაეცა მაშინ გამოჩნდა სიტყვები ხო ადამ სადახარო და მანამდე რა არ იყო აი მაშინ იყო ის უხილავი სულიერი ურთიერთობა. ამიტომ განთესა ისინი, რომ ერთმანეთი ვის უყვარდა, ვისაც ერთმანეთს ესმოდა, აი ეს პატარ-პატარა ტომები წამოვიდა იქიდან, ვერ გამრავლდა ეს ტომები და ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ჩვენ ხან ვერ უგებთ ხო ერთმანეთს, ადამიანები, მეზობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები. ანუ სიტყვაც არ არის საკმარისი. მაგრამ რატო აუცილებელი ერთი პირობაა ღმერთთან ერთობას მიაღწევ გექნება ერთობა ეკლესიასთან ამ დაცულ სამყაროსთან არ გექნება ერთობა იგივე დევნა გექნება მაგრამ ეკლესიას სულიერ იმ
სამწყსოს, ღვთის შვილთან საზოგადოებას, ღვთის ერის საზოგადოებას, იქ ექნება ერთობა. ანუ ენებით მოხდა გაყოფა ჯგუფების და ერთი სულით გაერთიანება, ჭეშმარიტ სულით გაერთიანება ხდება. ამიტომაც არის მოწყული თავის მიმართვას, კონცეფციის მიმართ, ავთარ სიტყვით მობაძავ ჩემ დაიყავითო, როგორც მე ქრისტესიო. მე მომბაძეთო. მაგრამ რომ მობაძო მოციქულს მაშინ ამ ქვეყნიური რაღაცა უნდა დათმო. აი ეს არის განსაზღვრელი ის ზღვარი თუ წითელი ხაზი თუ ბარიერი რომელიც ადამიანებში ხშირად აი ქრის დაბრკოლებას უფლის გზაზესლაში ერთ ჩვენს ევლოს ღვთის ურთეულებს უფლის გზით ქრისტეს გზით ევლოს მარად ამირ ჟამიდან და კუნისამდე